დღემშვიდობის პირდაპირ ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი. მე ვარ ჟურნალისტი ნინო რატიშვილი და თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას სტუდია ნომერი 8. ცოტა დრო გვაქვს, ამიტომ არ დავკარგავ ამ დროს და წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარს, ბატონი ბესიკ ადამია. დღემშვიდობისა ბატონო ბესიკ. კარგი მოჯობთ. კეთილი იყოს თქვენი ფეხი ობიექტივში და ბატონი ბესიკი ქუთაისელი ბრძანდებით, როგორც ვიცი, მაგრამ კენც იყრით პარტია საქართველოს 11 ნომერი პარტია საქართველოს თაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბრძანდებით. საიდან რატომ ქუთაისელი კაცი თბილისში თაწმინდის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად? გისმენთ ბატონო ბესიკი. მოგესალმებით ჩემო ძვირფასო თბილისელებო, საქართველოს მოქალაქეებო, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენთან ერთად ვიყოფოდი ამ სტუდიაში და მივაწოდო საინტერესო ინფორმაციები თქვენს მაყურებელს და მსმენელს. დიახ. ესე იგი სასწაული რამ ხდება რა, ესე იგი აღფრთოვანებული ვარ ობიექტივის, ტელეკომპანია ობიექტივის ხელმძღვანელობის და თქვენი ამ გადაწყვეტილებით, რადგან ამ გადაწყვეტილებით მომიწვიეთ აქვია სტუდიაში. ფაქტობრივად სადაც არ მომიხვიდე საზოგადოებრივ მოწყებელზე, უკაცრავად თავარი არხი ხდება, იმედი ხდება, თვიტერი ხდება, არცად არ გიკარებენ, გესვიწყო და ეგ ერთი თქმა რომ სულს თქვენთან გამოსვლა, ეს არის ესე წარმოგიდგენთ როგორ დემოკრატიის მაგარი ხარისხია ტელეკომპანია სასწაული რა ხდება. რამის ეძღევნებიან ვარ. არ ვიცი რა, რაღაც ეს არის ფასადური და მიკაძებული მიდგომა საკითხებისადმი. აი სწორედ ეს ობიექტივი არის, მართლაც ობიექტური ტელევიზია რა. მე სულ ვიძახი და ვფიქრობ იმას, რომ ასე იგი საქართველოში უნდა არსებობდეს ერთი ისეთი ტელევიზია, რომელიც იქნება მიუკერძოებელი, დიახ, და რომელიც ნებისმიერ მხარეს გააშუქებს ყველასაც, არა მხარის გარეშეც ვინც არის სამოქალაქო საზოგადოების წევრები, გააშუქებს ამას და ესე იგი საინტერესო გახდეს ცხოვრება საქართველოში. ამიტომ ახლავე გეუბნებით, ეხლა ვიყოფებით საქართველოში მშვიდობიან გარემოში, მშვიდობიანი რედაქციიდან და ტელეკომპანია ობიექტივის სტუდიიდან მოგესალმებით ყველას. დიდი მადლობა ბატონო ბესიკ. ეხლა კი შეგეძლოთ ქუთაისში გეყარათ კეთილი, რატომ მაინც და მაინც თბილისში? არა ამაში არაფერი არ არის, ეხლა დასაძრახის სხვანაირად არ გამიგოთ, უბრალოდ საინტერესოა. მე ახლა ერთი რას ვიტყვით ისეთ ჩემო ძვირფასო ქალბატონო, რომ ესე იგი ერთ-ერთი ის არის რომ უპირველესი რომ თბილისი არის ჩემი სამშობლოს დედაქალაქი. დიახ, რა თქმა უნდა. მე ჩემს წერილებში როდესაც ვწერ უცხოეთში და ასე შემდეგ, ყოველთვის მოიხსენიებ როგორც ჩემი სამშობლოს დედაქალაქს და ჩემთვის ყურადსაღები არის ყველა ის ფაქტორი და მომენტი რაც ხდება თბილისში, იმიტომ რომ სრულიად საქართველოს მაგალითი უნდა აიღოს თბილისიდან ნებისმიერი მიმართულებით, ნებისმიერ საკითხში და ეს განსაკუთრებით ქართველობაში არა? დიახ, და განსაკუთრებით თაწმინდაზე. ეხლა ამ წუთში ხო ისა თხალშეს ჩემი სტატიები იბეჭდება სხვა გაზეთებში განსაკუთრებით ასამდასავაშიც და გარკვეული ლექსები იბეჭდება და მე ლექსს მოგმართავთ ეს არ დაბეჭდილა თაწვიდიდან გადმოხედე ჩემო თბილის ქალაქო მინდა გულში ჩაგეხუტო ქართულ სიტყვით გახარო თაწვიდაზე ფეხი შევდგი ცოცხალმა და არა მკვდარმა წინაპრების ხმამომისმა ბესიკ მტრებმა რა დაგმართა და ასე შემდეგ გზელი ლექსია და ეს ჩემი და რამდენი კიდე დასავალი არ მაქვს რამე დასამალი ყველასათვის დასავალი არ მაქვს რამე დასამალი ყველასათვის სამართალი არის საქმე გზამართალი უკაცრავად ხო და ესე რა ხდება ჩემო ტყილო ხალხო რატომ ავიჩიე დიახ ძალიან საინტერესო მომენტებზე ვისაუბრებ ესე იგი რა თქმა უნდა შემეძლოს გამიკეთებია ქუთაისშიც და ასე შემდეგ იმიტომ რომ პარტიული ნიშნით ყველგან შეგიძლიათ ადამიანს მიიღოს მონაწილეობა და ხო და ესე იგი მე სულ იმას ვფიქრობ აი მაგალითად რომ მოხდე თბილისის საკრებულოში ესე იგი კაბინეტში გავიკეთებ იმას საძინებელი ოთახს გასაშლელი ლოგის ესე იგი 24 საათი ცხერი ხაზი და არ გამოვიდოდი საკრებულოდან ღამწული ქრიქდებოდი და 24 საათში საჭირო იქნებოდა იქ მოხვდებოდი გარდა მაგისა ნახეთ რა ხდება კიდევ ჩემო ტყილო მაყურებლებო ადამიანებს რატომღაც გვესაუბრებიან ერთს და კეთდება სხვა. ესე იგი საბჭოთა და მოქალაქეებში და მათ შორის ჩემშიც პოლიტიკოსებმა დაკარგეს ნდობის ფაქტორი. ორი ფაქტორი მუშაობს ეხლა ნდობა და პასუხისმგებლობა. ესე იგი ფაქტობრივად ესე იგი პირდებიან ადამიანებს და არასრულებენ მაგას, ან ვერ ასრულებენ. თუ ვერ ასრულებს, შეკარგეთ მოშულ დაიხურე და წადი სახში.
ეს იგი დობის ფაქტორია, ეს დობა დაეკარგათ ადამიანებს პოლიტიკოსების მიმართ და შემდეგ პასუხისმგებლობა. ეს იგი ვერ შეასრულა დანაპირები, პასუხი 0. ხო ბოდიში უკაცრავად ვერ შევასრულა და წავიდა. უკაცრავად თუ კორუფციული გზებით იცხოვრა, ხო ისე შეერჩა და წავიდა და შემდეგ თუ არჩევნების შემდეგ ვიღაცას დაიჭერენ, ყურს აუწევენ და შემდეგ არჩევნების მერე არა გამოიწვია კიდევაც ალბათ გამოუშვათ, ხო, მაგრამ იმედი აღარ გამოუშვებენ და მიხედავს ხელისუფლება ცოტა თავისებურად. ხო და აი ამას ვამბობ რომ აი ეს პასუხისმგებლობის საკითხს მე დავაყენებდი იმით რომ აი მაგალითად მე ჩემს ისედაც დედაჩემს და მამაჩემს ესე იგი ქონებაზე ვარ ეხლა ამჟამად ახალი არ შემიძლენია 59 წლის კაცი ვარ 60-ის ხვდები გაიცად და ფაქტობრივად მე ჩემს ქონებას დავდებ სასწორზე და თუ ჩემი თბილისის საკრებულოში ყოფნის პერიოდში ვერ შევასრულებ გულისხმას დანაპირებს მთაწმიდელების თბილისელების მიმართ მაშინ გაიყიდოს ჩემი საკარი და ის დაღებული ხებაში დაუბრუნდეს ბიუჯეტს. აი ეს არის პასუხისმგებლობა, კარგია, ესე იგი ფასადური და შაბლონური სიტყვების საუბარი, მაგრამ პასუხისმგებლობას გაურბის ყველა. ეხლა რამედა კიდე გითხრა და თაწმინდელებს და რასაწმინდელებს 24 საათი ვიქნები მათ ფეხბურთში და მათგან წამოსული წინადადებები. ეხლა მე რო ეს ძალიან ეს ჩამოწერილია და ამას ვიზამ, იმას ვიზამ. კარგი რა რას ვიზამ. მე მოკლედ აკეთებთ გეუბნებით. არ მინდა ესე იგი 1000 დაპირებები. მე ვიტყვი ერთს რომ 24 საათი ვიქნები თაწმინდის მოსახლეობის ფერხულში და მათგან წამოსულ წინადადებებს დავიცავ თბილისის საკრებულოში. ეხლა რაც შეეხება ერთ-ერთი მომენტები მინდა მე თქვენ კითხვაზე პასუხი არ გამიცია ჯერჯერობით, მაგრამ ერთ-ერთი მომენტებია ახლა ქუთაისელები ძალიან ბევრი ცხოვრობს თბილისში. და კანონმდებლობით ესე იგი ყველა ადამიანი აძლევს ხმას იქ სადაც ის არის ჩაწერილი. ხო რატომ ზოგს გზის ფული არ აქვს ზოგს ფიზიკურად ვერ მიდის ხო შეიძლება ის დამატებითი სიები ოდესღაც არსებობდა და ეს ადამიანები თუ სხვა ქალაქში ჩაწერილი სხვა სიები აქ თბილისში მიცენ ხო მაგაც რატო იკარგება 1000-ობით და 100,000-ობით ხმები იკარგება ფაქტიურად აი ეს საკითხი არის მოსაწესრიგებადი დაპირებთ ქუთაისში ჩასვლა რა თქმა უნდა 5 წუთში აუცილებლად ვიქნები ქუთაისში და ხმას მივცემ შემდეგ კიდევ არის ასეთი მომენტები აქ ჩამონათვლები მაქვს ფუძელზე და კიდევ იმას ვიტყვი რომ აი მაგალითად დღეს ძალიან დიდი საუბარი მიდის აი ეს 13 წელი იყო სათავეში ის 15 წელი იყო ის ამდენი ხანი თქვენ გადაედმამში რომ არც პოზიციიდან არც ოპოზიციიდან არ გვესიც ხმა რომ მივიღოთ კონსტიტუციაში ცვლილება კანონში რომ ორჯერ მეტი არ ქონდეს უფლება მიიღოს ადამიანო მონაწილეობა პარტიებმა არჩევნებში. აქედან გამომდინარე ესე იგი ოპოზიცია დღეს პარტიებმა რატო არ უნდა მიიღოს ორჯერ მეტი ზედიზედ. არა ხმას არა მე ხმის მიცემა კი მაგრამ მე გეგმებით იმას რომ ესე იგი აი რო ვიძახით რომ აი მაგალითად ხელისუფლება არ მიდიან და ასე შემდეგ აი მაგალითად ამერიკაში ნუ მისცემენ ხმას იცით რა არის ამერიკაში ყოველთვის მონაწილეობს ის ორი პარტია დემოკრატიულიც და მემარჯვენეებიც კონსერვატორებიც რესპუბლიკელები ყოველთვის ხო რესპუბლიკელები ნუ კონსერვატორები არიან ყოველთვის მონაწილეობენ ეს გააჩნია ამ მომრჩეველს ვის მისცემს ხმას ისე რომ პარტიას აუგზავნო ორი დაუშვათ ზედიზედ მე აღარ მიიღო მონაწილეობა არა მე მიიღო მაგრამ შუალედი გააკეთოს ეს ხო შეიძლება მაგას დამარცხება მიიღო მაგრამ თუ ცუდია ხელისუფლება ნუ მისცემ ხმას ამაზე მაგის შეიძლება კი ბატონო მაგრამ ხო შეიძლება რომ მაგას დამარცხება მხარე ღირსეულად ჯელტმენურად აი ბრწყლებს შევაბამ სიტყვას უცხოური სიტყვა დაანებოს თავი პარტია არა უთხრას რომ გამარჯვებულს უთხრას რომ იქნებ ვეღიცოთ ამ ეს კი რა თქმა უნდა უთხრას რომ გაგიმარჯოს ღმერთმა რაც აქამდე გულწრფელად უკეთე ჩემს შობლიური ხალხს საქართველოს ვაკეთე ეხლა შენ გააგზელე და გელოდები მომავალ არჩევნებამდე კი რა თქმა უნდა ესე უნდა იყოს ხო შეიძლება ასე რა იყოს მომავალ არჩევნებამდე რა თქმა უნდა ეხლა რაც შეეხება ასეთი რამ მინდა გითხრათ რომ თქვენ კითხვაზე რატომღაც შორიდან მომიწია პასუხის გაცემა ესე იგი ჩემი უხერხული იქნებოდა რომ ეს პირველი ფაქტორი თაწმიდელების ესე იგი მათი თხონის მხარდაჭერის მომენტები არ გამიჟღერებია ეს იქნებოდა სოციალური თუ სხვა მომენტები ძალიან მრავალი როგორც საქართველოს სხვა საკითხებში თითქმის იდენტური უამრავი პრობლემებია ძალიან ბევრი ედრება ერთმანეთს ხო და ეხლა რა მე დარწმუნებული ვარ რომ დაუშვათ სახლებიც ავარიულ მდგომარეობაშია და უამრავი რამ არის და ძალიან მიყვარს იმიტომ რომ განსაკუთრებით თაწმინდა ინახავს ჩვენი საქართველოს ძველი თბილისის და ასევე თაწმინდაზე პანთეონში
ის ძვლები, ის ჩვენი წინაპრების ძვლები, ეს არის განძი საქართველოს, ის არის მთელი გენეტიკური განძი ჩადებული იქ არის, ის ხო და მამა დავითი რომ გადმოყურებს თბილისს, დაწვიდიდან გადმოხედე ჩემო თბილის ქალაქო, მინდა გულში ჩაგეხუტო ქართულ სიტყვით გახარო, ესე იგი რა ხდება? ესე იგი 10 წელია ზუსტად აქ გაზეთ ასაუდასავაშიც უკვე მე 4-ჯერ გაშუქდა, 80-ჯერ მაქვს სტატია აქ გაზეთში, ვეიდასველი ბატონ ლაშანადარიშვილს. აქ მიწერია ხშირად რომ რა ხდება თავისუფლების მოედანზე ამ ტელეკომპანია ობიექტივიდანაც მე ადრე გავაჟღერე ეს მომენტი. ხო და ესე იგი 10 წელია ვიხოცები რომ ჩვენი სამშობლოს გულში თბილისში თავისუფლების მოედანზე მის ცენტრში თბილისის ცენტრში ქართულ ლათინური ამბანით არ წერია ქართული შინაარსის სიტყვა. და იგნორებას მიკეთებენ. ჯერ რა დროს ამის ეს საქმეა. ამ დროს გადის წლები და სამწუხაროდ გვესვის. ანუ თქვენ ასამბლეობთ ეს რეკლამები რომელიც არის რეკლამები იყოს. არ წერია იქ სასტუმრო ქორთიატის ფასადზე ბრენდია და ქორთიატ ვარიოტი წერია ქართულად, ქართული ამბანით და წერია ლათინურ ამბანით. მაგრამ აი მინდა სწორად გამიღოთ. ქართული ამბანით არ წერია ამ დიდ ფორმატში ქართული შინაარსის სიტყვა. მე 5 ჯერ გახდით პარიზში, იქ არის 2000 წლის 30 აპრილს გაიხსნა მშვიდობის კედელი მონუმენტი, მაშინ ქალბატონი სალომე იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში დიდ ამდობაზე და იქ დაამცირეს 59 წლის გოდით არ დააწერეს სიტყვა მშვიდობა. 5 ჯერ ჩავედი იქ პროტესტის ნიშნად შეხვედრებიც ჰქონდა 1000-დან დიასპორაც გოდით დამიდგა და შემდეგ საერთოდ აიღეს 2020 წელს 20 წლის თავზე ეს მონუმენტი და გააქვეცა. შემდეგ უკრაინის ომის დაიწყო და სამწუხაროდ ეხა ჩხარა გავუმიდა დასაუბრები და სამწუხაროდ ის ხდება რომ სოფლიოში ებრძვიან მშვიდობასა და მშვიდობის მონუმენტებს. ეს ის ხო და ქართული ენის დასაცავად ქართული სიტყვის ჩავედი პარიზში. და აქ 2015 წლის 27 სექტემბერს, აი რამოდენიმე დღის უკან 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს ჩემი აღხვდენელი ოცნება დღესაც აღხვდენელია და დღესაც აკეთება. ანუ მინდა ის რომ მე შევთავაზე ასეთი პროექტი. საკითხი გავიდა 4 ჯერ თბილისის მერიის კომისიაზე. მაშინ გვარი მითხრა პირველად ჯერ როცა წელი დავწერე ბატონ ნარვანიასთან, მეორე ჯერ შევედი საკრებულოში, მაშინ განათლების კომისიის თავმჯდომარე იყო დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩი თამარ ტალიაშვილი, ქალბატონი და შევხვდით ბატონ ბეზიკ თქვენ როგორი საინტერესო ყოფილიყავთ და მეორე ჯერ გავედით უკვე ნინა ხატეცკაცი იყო ქალბატონი ვიცემერი კომისიაზე და მომთხოვეს რას ვთავაზოთ მოთხოვა და მომეცით ამონაწერი ამ სხდომის გავაგზავნე ზურაბ წერეთიდან ბატონ ზურაბთან ისახე გადასული განათლების უფარმა წმინდა გიორგის ქანდაკების გარშემო მწვანე საფარი რომ არის იქ ჩავწეროთ მამული ენა საწოლება 4 სექტორი არის და რუსთაველის პროსპექტის მხრიდან სიტყვა გამზირის მხრიდან და რუსთაველის გამზირის მხრიდან დიახ პროსპექტის გასწრავად. ხო და ესე იგი ასეთ რაღაც შევთავაზე და გავაგზავნე და რამოდენიმე თვის შემდეგ ჩავმივიდა ეს ესე იგი დადებითი წერილი ბატონ ზურაბიდან რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრს მიმართე რომ დამაკავშირეთ ამ კაცს ისე ვერ უკავშირდებოდი. ჩამოვიდა რამდენი ნაწოლები ვარ ხახტო ესე იგი კუჩბად გეუბნები რომ ესე იგი ვეხუტები ისე დაუსწრებლად ბერბანში არ იცოდეს და იმდეს ვიბძვი სხვა თემებზე რომ გული მწყდება რომ ამ გარკვეულ შედეგებს ვერდები. დავდები ქუთაისში მშვიდობის ბუდიზმის მონუმენტზე და იმაზე ცალკე გეტყვით კიდევ. და ასე ცოტა დრო გვაქვს და ისე რომ დიახ და ხო გეტყვით და მე ბატონ კახიკალაძე მოვიდა და სამწუხაროდ ბატონ კახისთან მე შეხვედრა მქონდა ესე იგი საქართველოს 100 წლის იუბილეზე უნივერსიტეტის ეზოში იყო და კვერიკაშვილიც იყო მე 1000 პრემიის და 1000 ხალხი და ყველა მეუბნება ბასიკ მართალი ხარ მართალი ბზანდები და მაგრამ პასუხი ნული და მე მეორე ვარიანტი შევთავაზე იყო ბალახიაო ერთხელ მომწერა წერილი კახის პერიოდში თბილისის მერიამ. ხო და ბანდო ბალახიაო კაცო და მე ვთხარი ეს ბალახია არ დებს ისეთ რომელი უფრო მნიშვნელოვანი ბალახი იმდეს რომ კაცობრიობას ჩვენ მოხდეს და ამიტომ ამოიღოთ ეს მწვანე ბალახი ჩავსვათ მწვანე მარმარილო და ზედ ოქროსფერი აცვებით მამული ენა საწუნება და სიტყვა თავისუფლება. ან მეორე ვარიანტი სასწაული დამხდება დედამიწაზე ასეთ რა სხვა ქვეყანას თქოს არ ვიცი. შეგვაქვს სამი დამწერლობა ნუსხური, ასომთავრული და მხედრული. ხო და ავდგეთ მაშინ მოდი სახელმწიფო თავისუფლება დავწეროთ ნუსხური, ასომთავრული, მხედრულით მხედრულზე ვართ ეხლა და აი სოლაკის ხედავთ სად ბატონ ბიძინას გზადის სოლაკში და ხორთეთ მარიოტი იქიდან ფრიდომ უცხოელები ხო იცოდნენ გადმოხედავდნენ სასტუმროზე და გასუნელდებოდნენ. ესო კაცო რა ხდებაო აქ ამ ქვეყანას სამი დამწერლობა და ჩვენ ერთიც არა გვაქვსო. ხო და ესე იგი იმის თქვა მიდვა რომ
ჩემი გამარჯვების შემთხვევაში სადაზე სამწუხაროდ საინფორმაციო ბლოკადაში ვარ, საინფორმაციო ბერლინის კედლებში ვარ, ასე ვთქვათ რა. თუმცა საგაზეთო ბლოკადაში არ ვარ. არა, კი, მაგრამ ახლა არჩევნებიც რაღაცა შეზღუდვები შევეხდა, დაბლოკილია რაღაც ანგარიში რაღაცები ხდება და სამწუხაროდ საინფორმაციო ველი მაინც მიყავს ტელევიზიებს და გაზეთებს, ეს ამ ხრივ მადლობა ტელეკომპანია ობიექტივს და სხვათა შორის მე გახლავთ სხვა ინიციატივის ავტორი და ეს გახლავთ ჟანგბადის ფორმულა 2-ში ჩასული ფოტოლი, როგორც ეკოლოგიის მხარდაჭერი ნიშანი და ეს ტელეკომპანია იმას მოგიტანეთ საჭირო და იმედი ოდესმე ეს პლანის ყველაში დაიდება ეს. კი ბატონო, დიდი მადლობა ვაჩვენოთ. დიახ. დიახ, ეს გამოსდა. ასე შემდეგ და ამიტომ ეს გამარჯვება თავისუფლების მოდაზე ქართული იდეოლოგიის რომელიც სიმდიდრეშია ქართული იდეოლოგია ამჟამად მე ამით გაიხარებდა სულად საქართველოს განსაკუთრებით თაწმინდელები. ესე იგი ხო გავდებით და პირველი 24 საათი დავიდებდი ბინას თბილისის საკრებულოში და მეორე იმ საკითხით რომელიც 10 წელიწადია ვიბძვი ქართული სიტყვის წარმოჩენა თავისუფლების მოდაზე ნებისმიერის, მაგრამ განსაკუთრებით პროექტში მიზის მამული ენას საწუნება და სიტყვა თავისუფლება და ამისათვის აი კვირდებით ხო და თუ ვერ გავიმარჯვე და დიდი ალბათობით შეიძლება ვერ გავიმარჯვო, მაინც იმედია რომ ამიტომ ეს არ მოკვდება ახალი ქალაქის მერი თუ იქნება თუ ძველი იქნება, ვიც იქნება, იმედია ახალი იქნება ქალაქის მერი და იმედია რომ ეს გადაეცემა ჩვენს მომავალთაობებს და იმ მომავალთაობებს მინდა კარგი კეთილი საქმე გამზადებული და შესრულებული შედეგიანი გადაულოცოთ და დაუტოვოთ. მე იმედია თაწმინდელები განსაკუთრებით ხმას შემოხაზავენ გააფერადებენ 11 ნომერს ძალიან ნომერი პარტია საქართველოს ლიდერი ბატონი გიორგი ლილუაშვილი დღეს საღამოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გამოდის ქალაქის მერების ის არის წარდგენა და ესეთი რაღაცები ხდება და აი ესე იგი მიზანი ეს ყველაფერი რაც თბილისის საკრებულოზე ქუთაისელმა კაცმა გავაკეთეს ხო ქუთაისს ძალიან დიდი ღვაწლი აქვს თბილისში ბატონი ლეკიშვილი საუბრობდა ერთხელ რაღაც დისბალანსი იყო რაღაცების და ჩავიდეთ ქუთაისის მოსახლეობა მოიწვიეს აქ და თხოვეს და ჩავიდა და ასე ქართული ფონი უფრო გაძლიერდა და ასე შემდეგ და ასე ვიდა რომ ქუთაისელმა კაცმა ეს ქართულ საქმეში ჩემი სამშობლოს დედაქალაქში მიიღო ჩემი მონაწილეობა და წვლილი. მე ახლა ჩამოვიტანე თბილისში ადრეს 160 წელია გაკეთებული გაეროს გაზრდილი დივანმა ევროპის 9 ლიდერმა ობიექტივსაც ადრე ჩამოუტანე თქვენ ტელეკომპანიას ჩამოუტანე მშვიდობის ასტუხი. ეს გახლავთ გაეროს 6 ენაზე ინგლისურად, რუსულად, ფრანგულად, ესპანურად, არაბულად და ჩინურად და ქართულად, აფხაზურად და ოსურად. უკაცრავად ყველა პოზიციის და ოპოზიციის, ყველა ლიდერებს, თბილისის მერობის კანდიდატებს, ყველა ჩამოუტანე ეს მშვიდობის გასტური და თან უთხარი, რომ გისურვებთ მშვიდობას და არჩევნების მშვიდობიან ჩატარებას, ასე რომ მეც ამავდროულად მშვიდობიან ფერხულში ვარ, რომ ეს არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს და სამართლიანად. როგორ ფიქრობთ, ლაპარაკი ძალიან ისეთი მოლოდინებია. თქვენ როგორ ფიქრობთ, მშვიდობიანად ჩატარდება და რაღაც დაძაბულობა იქნება? მე რა ვიცი, ახლა იცით, მე გულწრფელად გეტყვით ჩემს მოსაზრებას, იმიტომ რომ 3 დღეზე მეტი გავიდა უკვე რაც აქციები ტარდება და სულ გული მწყდება რომ ქართულად ვესაუბრებით ერთმანეთს როგორ უნდა გავუგოთ ერთმანეთს და მიტო ვიზახი რომ მანდამაც 3 და 4 ჯერ არ უნდა იყო მანდამაც ხელისუფლებაში რომ რაღაც გააკეთო. აი შვეიცარიაში მაგალითად პრეზიდენტები თორცდები ყოველ წელიწადში იცვლებიან თუ რაღაც ასე გავიგე ასე მითხეს თუ რაღაც ამდენგვარი რამე ხდება ხო და მოდი მივიცეთ ესტაფეტა სხვებს ჩვენს მეგობრებს მე ქართული ოცნების განსაკუთრებით კი არ ვსაუბრობ ამას ვერაცოლე ძალიან ბევრი მეგობრები მყავს ქართული ოცნებაში სხვათა შორის ეხლა ქუთაისში მერობის კანდიდატად და ქართული ოცნება ისეთი პიროვნება დავატოვე დავით ერემეშვილი ასეთი კანდიდატი დღემდე მას არ დაუყენებია ქართული ოცნება. კარგი თუ ცუდი? კარგია კაცო. ქუთაისში ტორპედო სტადიონთან 7 წლის უკან დაიდგა მშვიდობის ბურთის მონუმენტი. აი პარიზში 49-ზე რო ეწერა და ქართულად არ დააწერეს 18 ენით გადავაჭარბე და 67 ენაზე წერია. თბილისის ქუთაისის საკრებულოს და მერიამ ერთხელ ხარი დამიჭირეს და 67 ენაზე წერია 2 მეტრი ნახევარის იზა მონუმენტია და სხვათა შორის კახიკალაძეს წლებია უკვე თხოვ ჩამოგზავნით ფეხბურთის ფედერაციასაც ერთადერთი ეს კაცი მოვიდა
სხვაებიც ქუთაისიდან, მაგრამ როგორც ჩინოვნიკი, ბატონი დავით ერიმეშვილი მოვიდა. ეხლა როგორც ვიცემერი და ეხლა მერობის შემსრულებელი იყო, მერის შემსრულებელი იყო და 2 კვირის მოსული არ იყო კაცი, გაიჭრა ამბურსა და უკან სამკუთხედის კუნძული არის, სამკუთხე კუნძული, თხელა დროშები დაისვა, დროში ის დადგა 3 წელი როგორ უნდა იხვეწო ადამიანმა, მიყვეს რა და განათება რაღაცები და ყველაფერს ცდილობს. ხო და ძალიან გულსაწყვეტი კიდე რა არის, იცი იმედია რომ დავით ერიმეშვილი გაიმარჯვებს, მე ხო სხვა პარტიის წარმომადგენელი ვარ, მაგრამ ამ კაცს მე ვაფასებ, იმიტომ რომ ამან აი მოკლე ხანში დადო გარკვეული შედეგები და მე ქუთაისის საკრებულოზე გავიტანე იდეა ხმლის თემა ბალახოთის ცენტრში და სამწუხაროდ კულტურის სამინისტროსა და სახელმწიფოდან ეს დაიბლოკა და იმედია რომ ქუთაისსა და დიდი ქალაქების მერებს ექნება შესაძლებლობა რომ ქუთაისის ინტელიგენციის აი პატივგების კომისიაზე ისეთი მაგარი ძვირფასი შეღებული და ბრძენი ხალხი ხალხს წარმოადგენს პატივგების კომისია რომ ქუთაის თბილისის კულტურის სამინისტრო და სხვა უწყებები აი ქუთაისიდან წამოსულ წინადადებებს რომელიც ისტორიასთან ასოცირდება ეროვნულებასთან ასოცირდება პირიქით პატიუდა ცენ ამ ხალხს მე თუ არ მცემენ როგორც ავტორს ამ ხალხს მაინდაცენ და იმედია არჩევნების შემდეგ ეს საკითხი დალაგდება ღმერთს მაგნას რომ ყველაფერი ეროვნული იდეა წინადადებები და სხვა შეჭრობის აღსტუხი ჩემახობებმა წაიღო ხელზე საფრანგეთში და უკვე ჩაბარდა ისა ქვია ხუჭა კვარაცხელის პრეზიდენტს და თხოვნა მაქვს რომ ხუჭა კვარაცხელია მოწოლი იქნას მშვიდობის ბუდის მონუმენტთან ესეც საფრანგეთს რატო უნდა თხოვდე აქ შეეძლოთ ფედერაციას და ფეხბურთელებს თვით ფეხბურთელებს რომ მოეწვიათ კვარაცხელი აქა ისე როგორც რუსეთში რუსეთის კულტურის მინისტრს თხოვე ზურაბწეთეს დახმარებოდი ან ზურაბწეთეს რატო და მეთხოვა უკაცრავ დახმარებოდი მეთხოვა რომ თავისუფლების მოდაზე ქართული ამბანით ქართული შინაარსის სიტყვა წარმოჩენილიყო სიტყვილია ეს ყველაფერი ისეთი დიდი წინადადების წინაშე ხვდებით გესმის რომ ეს სხვა რატომ უნდა გვირჩიოს საქმე ეს არულდორობა რაც კიდევ ეშინიათ გესმის ეს ყველაფერი გარედან შემოსული ძალებიდან ხდება ამაზე არ უნდა უარყოთ ან საქმე წდება ან ამერიკაში ან ევროპაში ბრიუსელში ან მოსკოვში ან რაღაცა და რატომღაც მინდა რომ საქართველოს ერთხელ და საბოლოოდ დაადგეს ამშვიდობიან შეგნებულ რელსებზე ერთმანეთს ეროვნულ რელსებზე და ჩავეხუტოთ ადამიანები ერთმანეთს მოვეფეროთ მიუტევოთ ერთმანეთს და ასე შემდეგ და ერთად ვაშენოთ ჩვენი სამშობლო და ჩვენი საქართველოს და ასე შემდეგ. დიდი მადლობა. ჩვენი სტუმარი იყო პარტია საქართველოსდან, პარტია საქართველოს 11 ნომრით იყრისკენს მაჟორიტარობის კანდიდატი მთაწმინდიდან ბატონი ბესიკ ადამია. დიდი მადლობა ბატონი ბესიკ და გისურვებთ დიდი მადლობა თქვენს და ამ ტელევიზიას რომ ეხლა წარგემართული მაინც ავალ ქუთაისში რომ ჩემმა მშობლურმა დედაქალაქმა ჩემმა თბილისმა მისმა იქ მდებარე ტელეკომპანია იმედმა რაღაც ობიექტმა რა იმედმა რა მოვიჩია ეს მაბათია ბოდიში არა იმედით ვამბობ ამ სიტყვას თქვა ის იმედით თქვა იმედით ახსავსე და ყველაფრით სიკეთით სავსე ამ ტელეკომპანია ობიექტებმა იმედიან ობიექტებმა და ობიექტობა სხვადასხვა ობიექტო მომცა შესაძლოა რომ ჩემი მოსაზრებები გამეცნო საქართველოს მოსახლეობისათვის თბილისისათვის და განსაკუთრებით თაწმინდებლებისათვის აბა ყველას მე კიდევ ერთ ვიტყვი და ვამთავრებ ამის საუბარს ხო რატომღაც იქ არჩევნებზე არ უნდა წახვიდე შენ ვიღაცას ბჭყალებში უправებ და ასე შემდეგ სიცხვილია ეს ამ თემას საუბარი ეს არის კონსტიტუციის მინიჭებული უფლება და ყველა ადამიანს აქვს თავისი მოსაზრება უნდა წავა არჩევნებზე უნდა არ წავა არ წახვიდე რატომ უნდა უთხრათ წავიდეს ხალხი და იქ გადაჭკვიდო ღირსეული არჩევნები ამ არჩევანით უსურვებ საქართველოს მშვიდობას პირველ რიგში სიკეთეს და წარმატებებს ყველას დიდი მადლობა და ჩვენ გისურვებთ დიდი მადლობა თქვენს ტელეკომპანიას თქვენს ტელეკომპანიის მაყურებლებს და რა ვიცი ესე იგი ძალიან მადლიერები ბრუნდები დიდი მადლობა ბატონ ინაშვილს ბატონ დავით ახალმოურავს ბატონ ილია ჩაჩიბაიას და რა ვიცი ესე იგი ძალიან მინდა რომ ტელეკომპანია ობიექტივი ამ გაწონასწორებული და ყველა ხარისადმი პატივცემული დიახ ესმის ესე იგი უნდა ეს ტელევიზია იმ დონეზე უნდა მივიდეს რომ ვერც შეედაროს ეს ტელეკომპანია TV პირველი ვერც იმედი ვერც მთავარი არხი ვერც საზოგადო მოყოლები არა ბატონო არა ეს ტელევიზია რასაც აკეთებს არის შეუდარებელი სიტყვა უკვე თქვა ძალიან დიდი გაჭირვების დროს როცა საქართველოს სააკაშვილის რეჟიმი იყო
ისე რომ ამ ტელევიზიას დიდი მომავალი აქვს. შეხოთაშორის ისიც უნდა თქვა რომ დავით ერთხელ თბილისში ვიყავი და რაღაც ინფორმაცია ამოვარდა რადიოში ისო რა ქვია დავით გარეჩიჩო გასვლა ხდება ივერიის ყოფილი ივერიის იქ მოედანზე იგრება ავტობუსები და უფასო ჩეკი წახვდე და ჩავჯექი და წავედი და იქ ჩავხვდი ბატონ დავით თარხან მოურავს და ირმაინაშვილს და იმ თავისუფლების თემაზე არ ვიცი გავისაუბრე და მაშინ ცედი დრო იყო და წაღან ქაბატონ ირმას შევხვდი და მოვთხარი თქვენი თვალებიდან მაშინ ამოდიოდა ის სიტყვები მოვთხარი და ისაუბრე რომ ბესიკ მე შენ გეთახმები და სხვადასხვა ბატონმა დავითმა და მან დროდადრო მაინც თავის გასაგდები მაინც გააკეთეს და სხვადასხვა სოლოლაკში 2020 წელი იყო მე მგონი იქ რუსავი ორმა გააშოქა ჩემი შეხვედრა საჩიგობაზე ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და მაშინაც მისმა მეუღლებით რა ეკატერინე ივანიშვილმა ბესიკ მე თქვენზე ყველაფერი ვიცი და ყველაფერი გეთახმებით. აი კარგი ადამიანები ყველგან არიან. ბატონ ბიძინას ძმასაც ალექსანდრესაც შეხვდი რამოდენიმეჯერ და ხო და ვით მაშინ გააკეთო კი ბატონო. მაშინ გააკეთო. ჩვენ პროცესია შედეგი გვინდა დაიდო შედეგი. ამან შედეგად საკეთეს საქართველოს და გადაცვალეს. შედობიანი არჩევნებს გისურვებთ. შედობიანი 4 დღე 4 ოქტომბერი და შედობიანი 5 ოქტომბერი გაუთენოს საქართველოს. ღმერთმა. ამინ და მე ცოტა ხანში რეკლამის შემდეგ დაბრუნდები უკვე მორიგ სტუმართან ერთად.